პერიოდში ქართული ოცნების ახალ სახეებზე გია ხუხაშვილი, ვალერი გელბახიანი და კოალიციის ყოფილი სუბიექტი, ეროვნული ფორუმი და მისი ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე. დავიწყოთ, მე მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ანი, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. პირველი კითხვა მინდა დაუსვა გია ხუხაშვილს, რომელიც ქართული ოცნების შექმნის დღიდან იყო ქართული ოცნების სათავეებში და მე მაინტერესებს რას იტყვის დღეს ბატონი გია ხუხაშვილი. გითხარით თქვენი პირველი შეფასება და მე უკვე კონკრეტული კითხვები. პირველ რიგში, მე ამ ახალგაზრდა ადამიანების მიმართ, რა თქმა უნდა, ნეგატივი არ მაქვს არანაირი და მე მათ ყველას უსურვებ წარმატებას როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე პირად ცხოვრებაში. ეს ესე რომ ვთქვათ, სურვილები, რაც შეეხება თვითონ შემადგენლობას, ანუ ამის განაცხადის გაკეთებას და რა პლუსებს აძლევს ეს ქართულ ოცნებას, აი წმინდა პოლიტიკურად რო შევხედოთ და ემოციები რო გადავდოთ, მე ვფიქრობ, ამის ანალიზი რო გავაკეთოთ, რაღაც შესაძლებლად რაღაცა უნდა გქონდეს, ხო? ძველი გუნდი და შევადაროთ. არა, ძველ გუნდთან შედარება არასწორი იქნება, იმიტომ რომ ესენი ხა ერთი გუნდი არის. უფრო შევადაროთ ნაციონალური მოძრაობის ახალ სახეებს. მოდით ესე ვთქვა და ავიღოთ ფარდობითად პლუსები, მინუსები. თავი რო გავანებოთ ხა სისხლიან 9 წელს და უნიათობას და ესეთ პარამეტრებზე საუბარს და აქაც ძალიან მშრალად დავაყენოთ, ხო და ინდიკაციები დავაყენოთ. რა ინდიკაციები რა არის? ცნობადობა ადამიანის პოლიტიკაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი იყოს ცნობადი და გარდა ამისა დებატების წარმოების ინდექსით აქ მინიმუმ მოდით ესე ვთქვათ, რომ 10-ით 0-ს თუ არა 9-ით წაგებენ ნამდვილად ქართული ოცნება, ხო? იგებს ნაციონალური მოძრაობა. ბუნებრივია ის ათეული, რომელიც მათ წარმოადგენს, ხო? თავის დებატების გამოცდილებით, ცნობადობის ხარისხით და ასე შემდეგ, ხო? ეს გამოჩნდება კიდევაც ახლა პირველივე დებატებში, რომელიც შედგება ქართული ოცნების ახალ სახეებსა და ნაციონალური მოძრაობის ახალ სახეებს შორის. გასაგებია რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს სისტემური ხარვეზი არის ის, რაც მათ აკეთეს იმ პერიოდში, მაგრამ პოლიტიკაში ესე არ ხდება, რომ ეხა შენ არჩევნებამდე 2 თვით ადრე ვიღაც თუნდა ძალიან კარგი ადამიანი შემოიყვანო, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს ცნობადობის ამაღლება ამ ადამიანის საჯარო სივრცესთან, მისი ადაპტაცია და ამ შემდეგ იმისათვის რომ ის აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში, ხო? თუ ქართულ ოცნებას ესეთი კარგი გოგობიჭები ყავდა, ხო? ეს უნდა წამოეწიათ მათ ეს ადამიანები 6-7. რა თქმა უნდა 6-7 თვის წინ ჯერ კიდევ შეეჩვიათ ისინი საჯარო სივრცისთვის, ადამიანის ცნობადობა გაეზარდათ და დღეს წარმოედგინათ. ეხლა ფაქტიურად დღეს მე რაც ვნახე, ერთ-ერთი თამარ ჩუგოშვილს აქვს მეტნაკლებად ისიც აქვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელობიდან. ასე რომ აი წმინდა პოლიტექნოლოგიურად ეხლა რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ეს არის ძალიან ესე რომ ვთქვათ, პოლიტიკურად უხარისხოდ შესრულებული კომბინაცია, ხო? და უდროოდ შესრულებული. ეხლა თვითონ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ეს ჩემთვის გუშინავს თქვი და დღესაც გავემეორებ, ეხლა აი ეს დოღი არ მთავრდება, ხო? დიდგორი ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, დიდგორი და დავით აღმაშენებელი, აქედან ეხლა დავით ხათხაზე ნაკლებიო და ეხლა ილია ჭავჭავაძე, ეხლა ჩვენ უნდა ვუყუროთ როგორ აჩხუბობენ ესენი დავით აღმაშენებელს და ილია ჭავჭავაძეს ერთმანეთთან და ვინ მოერევა, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. და ილია ჭავჭავაძეს ადარებენ ბიძინა ივანიშვილს, მისივე კოალიციის ლიდერები და გუშინ მაგალითად ზაქარია ქუცნაშვილმაც თქვა, რომ იგი 20 და 21 საუკუნის შეუდარებელი ქველმოქმედია, როცა ილია ჭავჭავაძეზე რა თქმა უნდა, ეხლა ბიძინა ივანიშვილს რომ დიდი დამსახურება აქვს ამ ქვეყანაში გასაგებია, მაგრამ ამასაც არა აქვს მნიშვნელობა რანგირებ. თავარია რომ აი ეს სიმბოლოებში უნდა გვაცხოვრონ, ხო? წინა ხელისუფლებასაც და დღევანდელ ხელისუფლებასაც. ეხლა გაფორმებას რაც შეეხება დღეს რაც ვნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ პრინციპში კარგად ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, ძალიან დუნე, ეხლა თუ მიდიხარ ესეთ სიმბოლიკაზე, მიდიხარ რაღაც პათეტურად გინდა რაღაცა გააკეთო, ხო? ცოტა დინამიკა შეიძინე. ეხლა რა არის ესე დაждდენ იმაში, რაღაცა ჩაარიხინა რაღაცები თქვა და დაიშალენ. ესე არ ხდება, ხო? თავარი მესიჯი გაიგეთ რა, მე ბატონო. ვერაფერი არა, სიმართლე გითხრათ, მე ვერაფერი ვერ მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ახალგაზრდები ნამდვილად ნორმალური ახალგაზრდები არიან, მაგრამ მათი ცნობადობა, მათი პოლიტიკური წონა დღეს მდგომარეობით არის ნულოვანი. და ეხა
ამათ რო აჯახებ ეხა ადამიანებს ნაციონალური მოძრაობიდან და ამ ორ პარტიას ხო სამყარო მიაჩნიათ რომ სამყარო მარტო ამ ორი პარტიისგან შედგება სხვა არავინ არ არსებობს არც თქვენ და არც მე არ ვარსებობთ მარტო ისინი არსებობენ და მათი ვიცილო ხო ეხა რეალურად შეაფასე ხო პოლიტიკაში არ ხდება ეს ყველაფერი ერთ დღეში ხა ორთვე თუ ფორმალურად წამოაყენეს ეს ადამიანები და რეალურად პოლიტიკას ხმებმა უნდა აკეთონ ესეც გამოჩნდება საინტერესოა სიაში როგორ იქნებიან ეს სახეები გადაწილებული ლიდერებიდან ვინ იქნება იმ სიაში ანუ ამითი და მე გადავალ უკვე ანი მიროტაძესთან და ბატონ ვალერისთან შეკითხვით ამითი აი უცხოური განათლების თემაზე აქცენტირებით პრემიერს რისი თქმა სურდა ეს აღარავის აღარ უკვირს ხო ეხა ორთვიანი და სამთვიანი კურსები ყველას აქვს ეხა დამთავრებული ხო ზოგს ჰარვარდში და ზოგს სხვაგან ხო მე არ ამგონია რომ ამ ადამიანების დიდ უმრავლესობას პირდაპირ გეტყვით და ინფორმაციასაც ვქობ შესაბამისს რომ სრული კურსი ქონდეს რომელიმე უნივერსიტეტს გავავლე ხო ესე სერტიფიკატები ხა ყველას უდევს ჯიბეში დღეს უკვე ხო ნუ მithumetes როცა ჰარვარდზე არის საუბარი გასაგებია რომ პრემიერი შეეცადა რომ ამაზე გაეკეთებინა აქცენტები მაგრამ არ არის ეს დამაჯერებელი კი ერთდღიანი PR-ისთვის ეს კარგია მაგრამ ხვალ ამ ადამიანებს რომ მოუწევთ დაჯდომა ესე რომ ვთქვათ ნაციონალური მოძრაობის იმ ახალ სახეებთან დებატებში რას აპირებენ საინტერესოა არ საჯარო სივრცის გამოცდილება არ აქვს და არაფერი სისხლიანი 9 წელი უნდა იძახონ მარტო თუ რამე სხვაცა აქვს სათქმელი ეს არის საინტერესო სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ერთი რამ პრემიერმა გახსნა თამარ ჩუგოშვილით ეს სია და გუშინდელს მერე რაც ოფიციალურად გააკეთეს განაცხადი რესპუბლიკელებმა რომ ისინი მიდიან ოპოზიციაში და იწყებენ საარჩევნო კამპანიას სულ უფრო დამაჯერებელი ინფორმაცია ვრცელდება რომ სწორედ თამარ ჩუგოშვილს ბიძინა ივანიშვილის ყოფილ თანაშემწეს რომელიც ბიძინა ივანიშვილის თანაშემწეობის შემდეგ იყო ამერიკაში სწორედ თუ არ ვწდები ჰარვარდში წასული უპირებენ პარლამენტის თავმჯდომარეობას ანუ გუშინდელს მერე დღევანდელი მონაცემებით განიხილება ორი კანდიდატურა დავით უსუფაშვილის სავარძელზე ერთი უფრო დამაჯერებლად ეს არის თამარ ჩუგოშვილი და მეორე რომელზეც საუბრობენ არის სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე თუმცა ვინაიდან თამარ ჩუგოშვილი იყო პირველი ვინც გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა ჭორი თუ რა ვიცი დაუდასტურებელი ინფორმაცია უფრო და უფრო საწმნო ხდება მე 2 წუთში დავუსვავ კითხვას ბატონ ვალერის მანამდე მოდით ერთად მოусმინოთ რა სიტყვის ანი მიროტაძე ეროვნულმა ფორუმმა ცოტა ხნის წინ დატოვა კოალიცია მადლობა ანი კიდევ ერთხელ რომ მიღებ გადაცემაში მონაწილეობას თქვენ როგორც ყოფილი თანამოაზრე იმ გუნდის ვისი ახალი სიის პრეზენტაციაც ეხა ჩვენ ვიხილეთ როგორ შეაფასებთ ამ ახალ სახეებს და პარტიულ რებრენდინგს მადლობა დიდი მოწვევისთვის მადლობა შენ მივესალმები თქვენს მსმენელს მაყურებელს საინტერესო იყო რა თქმა უნდა მოლოდინი იყო ვის წარმოადგენდა სახელმწიფო გუნდი პირველ რიგში მე ამ ადამიანებს წარმატება უნდა ვუსურვო იმიტომ რომ რთული გზა არის ეს არ არის ადვილი გზა შენს გაქვს ეს გამოცდილება ინგა და იცი აქედან გამომდინარე ესე მთლად ესეთი სასიხარულო არაფერი არ არის ამ ამბავში პირდაპირ ვიტყვი იმიტომ რომ ბევრი გამოწვევა ელოდებათ ამ ადამიანებს ახლა ნაწილს მე აქ ვინც ვნახე მეტნაკლებად შეხება ჰქონდათ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ მოადგილეების დონეზე წარმოდგენილი და კარგი არის თუ გადაწყვიტეს რომ მათ ყოფნით კომპეტენცია აქვს შესაბამისი გამოცდილება და პოლიტიკური ნება იმის რომ იყვნენ სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლები იმიტომ რომ ეს არის მათთვის ძალიან სერიოზული გამოწვევა მე ძალიან მინდა რომ ეს ადამიანები წარმატებულები იყვნენ ზოგადად ახალგაზრდების მეტი ჩართულობა მიმაჩნია რომ სწორია და ვფიქრობ რომ პოლიტიკური კლასი უნდა გაახალგაზრდავდეს მაგრამ უდაო არის რომ პრობლემა იქნება ეგრეთ წოდებულ დებატებთან დაკავშირებით და მე არ ვიცი ხვალიდან რამდენად მზად იქნებიან ეს ადამიანები ვთქვათ კომპეტენტურები იყვნენ ამა თუ იმ საკითხში და რამდენად გულისხმობთ აი ბატონგიასაც ქონდა ამაზე თანხმები ნაწილობრივ ბატონგიას იმიტომ რომ გულისხმობთ სატელევიზიო გამოცდილებას თუ პოლიტიკურ გამოცდილებას ყველაფერს ერთად მათ შორის დებატებს გამოცდილ ჟურნალისტებთან რომლებთანაც მოუწევთ მათ დაჯდომა და კონკრეტულ საკითხებზე და კონკრეტულ მიმართულებებზე კონკრეტულ გამოწვევებთან დაკავშირებით მათი ხედვები როგორ არის ამ საკითხთან მე დიდი სიამოვნებით მოვისმენდი პირველ დებატებს თქვენთან იმიტომ და პირველ გამოსვლას თქვენთან იმიტომ
რომ მათ უნდა გააკეთონ სერიოზული გზავნილები. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ სიაში, სახელმწიფო გუნდის სიაში ადამიანი რომ მოხვდება, ეს უკვე გარანტირებული პარლამენტში მოხვედრა, ამას არ ნიშნავს ეს, რა თქმა უნდა. ვინაიდან მათ უნდა გააკეთონ გზავნილები და უნდა დაარწმუნონ საზოგადოება იმაში, რომ ეს ადამიანები პირველი იმსახურებენ ამ სიაში მოხვედრას და მეორე ეს სახელმწიფო გუნდი ამ შემადგენლობით იმსახურებს გამარჯვებას არჩევნებში. ამიტომ დიდი მისია არის ეს ძალიან. მე გამოცდილი მაქვს და ვიცი რამდენად მნიშვნელოვანი არის, როდესაც ასეთი გამოწვევების წინაშე გახარ. ასევე მე მათ უნდა ისინი უნდა გავამხნეო პირველ რიგში და ასევე უნდა უთხრა, რომ ძალიან კრიტიკული არის ჩვენი მოსახლეობა, მაგრამ მის მიმტევებელიც არის, მთავარი არის, რომ სტრატეგიული შეცდომები არ დაუშვათ. მორალურად ჩვენ გვაინტერესებს ქართული ოცნებისთვის მათ რა შანსის მოტანა არაფრის. მათი პოლიტიკური ქულები ამ შემთხვევაში არაფერი არ არის. გარდა იმისა, რომ კარგი განათლება, გარდა იმისა, რომ აქვთ კარგი განათლება, გარდა იმისა, რომ არიან კარგი განათლებული ადამიანები და ასე შემდეგ, ის რომ მათ აქვთ რაიმე პოლიტიკური რესურსი ამ დროისთვის, რომლითაც შეიძლება დაეხმარონ პარტიას, ეს მე მგონი არ აქვთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არც გასული კოალიციიდან ვართ გასულები და ეს ჩასაფრებული ადამიანის პოზიცია ნამდვილად არ არის. ობიექტურად მინდა ვთქვა, იმიტომ რომ არჩევნების მოგება სჭირდება ცოტა სხვა გამოცდილება. ხო, გასაგებია, თუმცა ბატონმა დიამ თქვა წეგან, რომ ჩვენ არ ვიცით ისინი როგორ იქნებიან წარმოდგენილი სიაში, ანუ ვისთან ერთად, ანუ რომელ ადგილებზე შეიძლება იყოს 5 ძველი ლიდერი, მე-6 ეს ახალი სახე, ჩვენ ეს არ ვიცით. მოდით ბატონ ვალერისთან გადავალ, ვიდრე შემდეგ შეკითხვას დაგისვავთ თითოეულ თქვენგანს. თქვენ როგორ შეაფასებდით ბატონ ვალერი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, იმ რებრენდინგს, რომელიც ეხლა პირდაპირ ეთერში წარმოგვიდგინა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. მოგესალმებით, პირველ რიგში მაყურებელს მესალმები. ბუნებრივია, მოვლენა არის პოზიტიური, თავისთავად ცხადია, მაგრამ გვინახავს ეს შევარდნაძის დროსაც, როდესაც ახალგაზრდობთა მოქალაქეთა კავშირის ჩამოყალიბდა და ვნახეთ ეს სააკაშვილის განახლებულ გუნდებში და არ არის ეს ახალი რაღაც ესეთი სიურპრიზი, რომელიც აქამდე ქართულ პოლიტიკაში არ გვინახავს. მაგრამ მე გავაგრძელებ ბატონ გიას აზრს, აქ ორი საკითხი ვინა ძირითადად გამოვყო. ერთი არის თუ არა ნდობის ვოტუმის მოპოვების საფუძველი ეს ახალი გუნდის წარმოჩენა და რა თქმა უნდა მეორე აქ თუ არა მათ თავისუფალი ნემა. ეს ორი საკითხი ჩემთვის არის კრიტერიუმიც და განსაზღვრის. იმდენად რამდენადაც ყველანი ესენი მუშაობდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებში, ანუ უცხო მათთვის არ არის ის პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. მე პირადად არანაირი გარღვევა არ მინახე, არაცეთი ინიციატივა ხალხს არ მინახე, თავის გამოჩენის ელემენტარული ტრიბუნა არ მინახავს. რომ რაღაც საკითხი წამოწიეს, გადაწყვიტეს, დაარეგულირეს, უფრო მეც გეტყვით, აქ ძალიან ბევრია იურისტი და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს. ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში რა პრეტენზიებსაც უყენებთ ქართულ ოცნებას, ეს გახლავთ, რომ არ გამოცვალა მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობა. ინახავთ ეს ადამიანები. მე ერთადერთი ობიექტურობისთვის მინდა ვთქვა, რომ რაც შეეხება არჩილ თალაკვაძეს, მე როგორც ჟურნალისტ მქონია მასთან შეხება, როცა ციხეებში C-ჰეპატიტის პროგრამა იწყებოდა და ამ კუთხით, აი ამ ჩამონათვალიდან სატელევიზიო ურთიერთობა ჟურნალისტებთან მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს აქვს. დანარჩენები უბრალოდ არ გვახსენდება თუ არ ჩავთვლით ჩვენ ამ პროგრამას, მაგრამ ჩვენ ხო არ ვაფინანსებთ, მე მგონი უცხოეთით. არა, უბრალოდ ვამბობ, რომ ცნობადობაზე მაქვს საუბარი, ანუ მე სხვა რამეს ვამბობ. ესე იგი, ის 9 წელი, რომელსაც აი ჩვენ თითქმის ყველა ვირჩევთ სალაპარაკო და განჯის ობიექტად, კრიტიკის ობიექტად, ხო? ის 9 წელი საქართველოში სამართლის სისტემა ჩამოყალიბდა დამახინჯებულად. არანაირი ბალანსი ქვეყანაში არ არის მოვალეობასა და უფლებებს შორის. მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციებს აქვთ უფლებები, დანარჩენი მოვალეობები აქვს კერძო სექტორს. ამიტომ ამ დისბალანსმა უსამართლობა გამოიწვია ხო. ეს უსამართლობა არანაირად არ დაბალანსდა. უნდა შეცვლილიყო საპროცესო კანონმდებლობა როგორც სისხლში, ასევე სამოქალაქოში, ასევე ადმინისტრაციული სამართალში და უნდა გამოცვლილიყო მატერიალური კოდექსები, რომ მე ვამბობ მხოლოდ ამ ნაწილს, ხო? დანარჩენ კანონმდებლობას აღარ ვამბობ, იმიტომ რომ ყველა კანონმდებლობაში არის გადახრება.
როდესაც ამდენი ესე ვთქვათ, ასეთი კორპუსი გამოდის, უცხოეთში მიღებული განათლებით, მაღალი ინტელექტით და პრეტენზია არის, რომ ქვეყნის მართვაზე განაახლოს ის პრობლემები გადაჭრას, რაც ქვეყანაშია, ერთი სიტყვა მაინც უნდა გაგვეგონა აქამდე, რატო იყო ეს ეგრეთ წოდებული დამუხრუჭებული 4 წლიანი პერიოდი. ნუ მათგან ჯერ არ მოგვისმენია. არა, ისინი იყვნენ სახელმწიფო ხელისუფლება. მაგრამ მათგან ჯერ არ მოგვისმენია. უნდა მოგვესმინა. რა ილაპარაკა ბატონმა გიამ. ერთხელ ხო უნდა მოგვესმინა რა მსოფლმხედველობის ადამიანები არიან. რა მოსწონ და რა არ მოსწონ. აბა როგორ ყალიბდება რეიტინგი, როგორ ყალიბდება ნდობის ვოტუმი. მე რა ვთქვი თავში. ნდობის ვოტუმის მოპოვების საფუძველი არის ის კი პიროვნების სახელი და გვარი, რომელსაც მხოლოდ განათლების მიხედვით ეს იმაზე ხო არ მეტყველებს, რომ ქართულ ოცნებას ამ არჩევნებში გაკაჩავს მაპატია თავს ეთქვისთვის მაინც ბიძინაევანი. მაინც ბიძინაევანი. და არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნებიან მის გარშემო ისევე როგორც 2012 წელს არ ქონდა. დიახ, მეორე საკითხი, საკმაოდ მნიშვნელოვანია. თუ ეს დეპუტატები მაპატიეთ და პულტის ფუნქციაში იქნებიან და არ ექნება თავისუფალი ნება, ჩვენ ვიხილავთ იგივე ჯაობს, რასაც ხედავდით 4 წელს განმავლობაში ქართულ პარლამენტში. თავისუფალი ნება ნიშნავს, რომ მან მიუხედავად იმისა, ბატონ ბიძინას ასე უნდა თუ ისე უნდა, თავის პროფესიული ხედვით და პოლიტიკური ეს მიზანშეწონილობით უნდა გადაწყვეტოს ის საკითხი, რაც ხალხს სჭირდება და არა ის, რაც ვიღაცას სჭირდება. მოდით ერთ კითხვას დავსვავ, ბატონო გია, თქვენთან გადმოვალ გუშინ თამაზ მეჭიაური ამბობდა ჩემთან პირდაპირ ეთერში, რომ ისეთი ხალხით ოცნებამ დაიწყო შევსება საკუთარი რიგების, რომლებსაც ახლოსაც კი არ გაუვლიათო 2012 წელს ქართული ოცნების ოფისთან, ანუ განაწყენებულთა არმიას მოიტანს თუ არა ავტომატურად ეს რებრენდინგი, რომელიც შემოგთავაზა სახელმწიფო გუნდმა. მე ვიბრძოდი, მე ქვებს მესროდნენ, მე ოჯახის წევრს მიჭერდნენ, ვიყავი ძალიან მძიმე დღეში და დღეს აღარ ვარ საჭირო ხელისუფლებისთვის და მოხავთ ვიღაც სხვა. ეს რას მოუტანს გუნდს? გარკვეულწილად ეს უხერხულება, რა თქმა უნდა, შეიქმნება პარტიაში და რატომ? იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში, როდესაც ადამიანი ადგილებზე, მოდით ქვედა დონეებიდან ავიღოთ, ხო? პარტიაში რატომ არის, რომ გაიკეთოს კარიერა, წინ წაიწიოს და იბრძოლოს, ხო? იბრძოლოს იმისათვის, რომ წინ წაიწიოს და რაღაც შედეგი მიიღოს, თუნდაც კარიერული თვალსაზრისით. და როდესაც ამ ადამიანებს შეიძლება ხშირ შემთხვევაში უანგაროთ სხვათა შორის და უხელფასოდ უმუშავია ძალიან ბევრ ადამიანს, ასეულობით და ათასობით შეიძლება ითქვას. ეხლა როდესაც მათ ამის საშუალება არ ეძლევა და უცბად მოიყვანენ ქუჩიდან ბევრ ადამიანს და დაასვავენ თავზე, ბუნებრივია ეს დაძაბულობას იწვევს და არა მხოლოდ ქართულ ოცნებაში, ნებისმიერ პარტიაში. სხვა შორის მე ეს ვთქვი, როდესაც პოლიცსაბჭოში შეიყვანეს, ესე რომ ვთქვათ, აი ეს 10 ადამიანი ცნობილი ხო, გვირაბაშვილის რეკომენდაციით, მაშინ ეს დაძაბულობა გაჩნდა და დღესაც აი ესეთი უსამართლობის შეგრძნება მე ვფიქრობ ძალიან ბევრ ქართული ოცნების წევრს გაუჩნდებოდა ამ ფონზე. ხო, რაც თქვა მეჭიაურმა ხო გაახმოვანა იმ ადამიანების, ესე რომ ვთქვათ, მოსაზრებები და ესები ძალიან ბევრი არიან ქართულ ოცნებაში. კი, ვინც ვეღარ ვისაც უნდოდა კარიერული სვლა და რეალურად გაიყინა ერთ ადგილზე და ვიღაცები მოყავთ მუდმივად და ასვავენ თავზე, ხო? ეს პრობლემა რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ეს პრობლემაც გადალახვადია, ხო? აქ მაინც მთავარი პრობლემად ჩნდება ის, რომ ეს ადამიანები ხვალ რომ გამოჩნდებიან ეთერში, ხო და აი ძველი ქართული ოცნების ძველი სპიკერები ეხა არიან ჩასაფრებულ მდგომარეობაში. კი. იმიტომ რომ ესე რომ ანუ ისინი ელოდებიან ეს ადამიანები როდის დაავადებიან კოღუაშვილის სინდრომით. ეს უნდა მეთქვა ეხა კოღუაშვილი რო აღარ გამოჩნდა ამ ახალ სახეებში უკვე ამ ადამიანებს ეხა აქ ორი გზა უნდა დაიმალონ და წინა პლანზე ისე ბესელია კობახიძე და სხვები ვიხილოთ, ხო? ან თუ გამოჩნდებიან რაღაც მომენტში ამ პარტავნობაში შევლენ, იმიტომ რომ ფორსირებულად უწევთ მუშაობა და ყველა გახდება კოღუაშვილი. აი ეხა ნანა კაკაბაძე მომწერა ზუსტად SMS-ი და ეხება იმ თემას, რაზეც თქვენ საუბრობთ. მე მინდა პროდიუსერს ვთხოვო, რომ რეკლამის შემდეგ იქნებ დაუკავშირდეთ ნანა კაკაბაძეს. იგი ამბობს, რომ მას თამარ ჩუგოშვილთან დაკავშირებით უნდა პირდაპირ ეთერში ჩართვა, საინტერესოა რა სიტყვის ნანა კაკაბაძე, ამიტომ რეკლამის დროს ჩვენ შევეცდებით რომ მოვისმინოთ მისი პირველი რეაქცია, ანუ თუ რაიმე ზედმეტად თავისუფლება ეკნებათ მათ თავის აზრებში, გამოსვლებში, მათ კოღუაშვილის ბედი შეიძლება გაიზიაროს. რა თქმა უნდა, აი წარმოიდგინეთ, მათ არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება, ხო, არ აქვს საჯარო სივრცეში ოპერირების საშუალება. ნუ ძალიან ადვილი იქნება გამოცდილ ჟურნალისტებთან რომ დაждდებიან, ან რაღაც სისულელეს იტყვიან, ან საერთოდ არაფერს არ იტყვიან. თუ არაფერს არ იტყვიან, მაშინ ამათ მოუწევთ ისე უკანა პლანზე გადასვლა და წინა პლანზე გამოვა ეკაბესელია და სხვები, ხო? ან
ესე რომ ვთქვათ, თუ აკრიფეს დინამიკა აუცილებლად ესე რომ ვთქვათ, შეცდომაში შეიყვანს, ხო? ანუ ჩვენ არ მივიღოთ კოლექტიური ყოღუაშვილი საბოლოო ჯამში და თვითონ კვირიკაშვილი არ ჩავარდეს კიდევ ერთხელ უხერხულობაში, რაც მოუწია. ახალი გუნდის გამო. ეს მისი გუნდია? რა მნიშვნელობა აქვს მისი? არა, როგორ ფიქრობთ? ნუ არ მგონია რომ ეხა ეს მისი გუნდი, რამდენიმე ადამიანი ალბათ კი, ნუ ეხა ეს აი რასად როდის და რაღაც ესე რომ ვთქვათ, აი ესეთი სნობური შემადგენლობა რაც არის, მაგრამ ეხა თალაკვაძე და ასე შემდეგ არ მგონია ეხა მაინცდამე იგივე რაც დინარაძე მგონია რომ დინარაძე ცალსახად კახიკალაძის შეყვანილი არის სიაში მან ეს პრაქტიკულად არც უარყო როცა მე მქონდა ინტერვიუ თქვა რომ მან თავადვე შესთავაზა კალაძეს კვირიკაშვილის მეგობარს იმიტომ რომ მაღალი ავანტურიზმის ხარისხი აქვს მე მგონი რაც კვირიკაშვილს მაინცდამე არ უნდა უყვარდეს რატო გაგეცინათ ბატონო ვალერი არა მე კვირიკაშვილს მართლა ვიცნობ პარლამენტში ერთად ვიყავით და ძალიან გაწონას რომ არც ერთ ინტრიგაში და პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიიღია საპარლამენტო კვირიკაშვილი გასტანს თქვენი აზრით 4 წელი პრემიერის პოსტზე კი ჩემი კოლეგა ადვოკატია მაგრამ ის შეეცადა სხვათა შორის ადვოკატთა ყრილობაზე როდესაც იყო არჩევნები რამოდენიმე მსგავსი ასე თქვა სულა გაიგო არა ეთქობა სახეზე ეთქობა მე სულ არ ვიცნობ მაგრამ ჰაბიტუსზე ეთქობა ადამიანს რაზე წამსვლელია და რაზე კითხვა დავსვი და ანი მიროტაძესთან უნდა გადავიდეთ თქვენ როგორ ფიქრობთ კვირიკაშვილი 4 წელი იქნება პრემიერი ну ჯერ ვთქვათ რომ იგებს კი არჩევნებს ასული ოცნება არა ჯერ გადახდეთ არა თუ აი დაუშვათ და ისევ ხელისუფლებაში თუ მოვიდა ქართული ოცნება არა ამ პრობლემების წინაშე რა პრობლემებსაც წინაშე დგას უბრალოდ საქართველოს მთავრობა და მთლიანად საქართველოს მოსახლეობა ბუნებრივია თუ ესე უნდა გაგრძელდეს და არანაირი ასე ვთქვათ ცვლილებები არ უნდა მოხდეს და პრობლემები დარჩეს პრობლემად კვირიკაშვილი ვერ შეინარჩუნებს ისედაც რომ წაირჩიო გასაგებია რეკლამის დროა ეთერში რეკლამის შემდეგ უნდა დავბრუნდეთ და მე ანის მინდა დაუსვა რეკლამამდე პასუხისთვის ანი ეხლა თქვა გია ხუხაშვილმა რომ გააჩნია რამდენად ისინი იქნებიან თავისუფლები ახალი სახეები თავის გამოსვლაში ვიდრე თქვენ იყავით კოალიციაში ვიდრე გუნდური გადაწყვეტილებების შესახებ უნდა გაგეკეთებინათ თუნდაც პირდაპირ ეთერში თქვენ რაიმე განცხადება იყო ესეთი დირექტივები ერთიანი მესიჯების სახით მე მახსოვს როცა რეაქცია დახურეს მაესტრო წერდა მაგალითად გოგი თოფაძეს რომელიც ინტერვიუსთვის იყო მზად ლაივში უნდა ჩართულიყო და უცებ თქვა რომ SMS-ი მივიღე რომ რეაქციაზე კომენტარი არ უნდა გავაკეთოთ ანუ ამ ტიპის დირექტივები ქონდათ ამ ხალხსაც ექნება თქვენი აზრით დირექტივა იქნება ოღონდ დამოკიდებული არის იმაზე, რამდენად მიიღებ ამ დირექტივას. მე არასოდეს არ მიმიღია. ცდილობები იყო კანცელარიიდან გეგზავნებოდა SMS-ი. პირდაპირ დირექტივები, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ნუ ახლა ის რომ გარკვეული SMS-ი შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით მოვიდეს, ამაში თუც ვერაფერს კანცელარიიდან მოდიოდა ეს მესიჯები, ამას გეკითხები. არა, ამას გეუბნები რომ არა, ჩემთან არ ყოფილა გარკვეული მცდელობები იყო, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, აი უნდა ვურჩიო ამ ახალ სახეებს, ამ ადამიანებს რომ მორჩილ უმრავლესობაში ყოფნას ურჩევნიათ რომ ინდივიდუალურად გააკეთონ განცხადებები, მართალი იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ხალხის წინაშე. თუ პატარა შეცდომას დაუშვებენ, ის ხალხი ისევ აპატიებს, თავარია სიმართლე დაინახონ და ის ნახონ რომ ის რასაც ლაპარაკობს, ნამდვილად ემოციურად მათია და არა ვიღაცის ნაკარნახევი. ქართული ოცნება მოვალდავესობაში და რეკლამაზე უნდა გავიდე. 95 მანდატზე მეუბნებით და 100 თუ კიდევ უფრო. ნუ საკონსტიტუციოზე ჯერ არ დამისვამს კითხვა. მე ვფიქრობ რომ ეს მათი ფანტასტიკის მათი ოცნების სფერო არის ჩემი აზრით მე ვფიქრობ რომ ვერა მადლობა ანი უნდა დაგემშვიდობოდა წარმატება ერთი რაღაც მინდა რომ თქვით რომ არის ესო კვირიკაშვილის გუნდი აქ 3 ადამიანის გუნდის და დავინახე მე 15 ადამიანში არა ბიძინა ივანიშვილი კახი კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი მაშინ მითხარით ვინ იყო ბიძინა ივანიშვილის კაცი სიაში მოდით მე ვიტყვი მე გეტყვით ვინ წარმომიდგენია რომ იყო კვირიკაშვილის და კალაძის და დანარჩენი დარჩება ჩემი აზრით ბიძინა ივანიშვილი კარგი კალაძის იყო ირაკლი
კობახიძე, კალაძის იყო ასევე მამუკამდინარაძე, შემეშველეთ ხო აღარ მახსოვს ხა ჩამონათვალი. მგონია რომ თამარ ჩუგოშვილი პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატია და სავარაუდო პარლამენტის თავმჯდომარე. არ მგონია ასე, იმიტომ რომ მათ შეიძლება კონდეთ ამის მცდელობა, მაგრამ მგონია რომ ბევრი რაღაც შეიძლება შეიცვალოს. ორი ადამიანი იყო აქედან კვირიკაშვილის, დანარჩენი მგონია რომ ორი მაინც მითხარი ვინ იყო კვირიკაშვილი? თუ შემეშველები გვარები ინტელექტ კლუბიდან ირინა ფრუიძე ალბათ სავარაუდოდ ინტელექტ კლუბიდან დანარჩენი მგონია რომ იყო ბიძინა ივანიშვილი. აკაკი ზოიძეზე რას ფიქრობ ვისი იყო? აკაკი ზოიძეზე გამიჭირდება გითხრა. აი ესე მე ანიმიროტაძეს წარმატებას საინტერესო კლასიფიკაცია მოახდინა ძალიან ცოტა დროღა გვაქვს სულ მალე პირდაპირ სანდრო ვეფხვაძე უნდა შემოგვიერთდეს თუმცა მე ხარ რეკლამას ვაცხადებ და რეკლამის შემდეგ ერთი კითხვა მექნება გია ხუხაშვილთან და ვალერი გელბახიანთან და როგორც უკვე მითხეს ნანა კაკაბაძე ჩაგვერთვება რეკლამის შემდეგ მან წეღან მომწერა მესიჯი გადაცემის მსვლელობისას რომ მას აქვს სათქმელი თამარ ჩუგოშვილთან დაკავშირებით რომელიც შეგახსენებ გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა იყოს მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე.